იმისთვის რომ პარლამენტს გადავუგზავნოთ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი. მოგესალმებათ რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველ ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ. ამის შემდეგ ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ, რა თქმა უნდა, სექტემბრის ბოლოს პირველი ვარიანტი. შემდეგ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობა თითოეულ სამინისტროსთან, ასევე მე შემდეგ ქონდა ჩვენ მუშაობა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან, ყველასთან გავიარეთ დეტალურად ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს. მე მინდა აღნიშნოთ თავდაპირველად რომ კონსერვატიულად არის საკმაოდ დაგეგმილი ბიუჯეტი და ეკონომიკური და გათვალისწინებული 5%-იანი ზრდა გათვალისწინებული 24 წელს. ამავდროულად მინდა ვთქვა რომ შემცირებული არის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 24 წელს გვექნება 2.5% და შემდგომ წლებშიც ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38.2%-ს, რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. სულ რაღაც 3 წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოახერხეთ ძალიან მალე მოკლე პერიოდში. ასევე მინდა ვთქვა რომ ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. თელეკომის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. შედარებით მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდ ლარამდე, 27 მილიარდი ლარი იყო და გასამაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა. აი ჩვენი მმართველობის პერიოდში 11 წელიწადში 85 მილიარდი იქნება 2024 წელს და იყო 12-ში 27 მილიარდი ლარი. ასევე მინდა შეგახსენოთ რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი, ანუ კიდევ მეორე 30 მილიარდიანის დაგვაქვს 3 წელიწადში დაახლოებით. მაშინ ერთ მოსახელზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო $450 და 24 წელს გვექნება უკვე $8,500. აი ასეთი ზრდა გვაქვს სულ რაღაც 3 წელიწადში. ასევე მინდა ვგითხრათ რომ ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში უკვე 27 წლისთვის პროგნოზირებული არის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც უკვე ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით $10,800 გადააჭარბეს. ეს ძალიან ასე ვთქვათ დამაიმედებელი პროგნოზია. იცით რომ ჩვენ 2030 წლისთვის პროგნოზირებით $10,000 და ნახეთ რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ. ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე ჩვენ 24 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად ქონდა ჩვენ განსაზღვრული 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. ასევე მინდა ვთქვა რომ ამ 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის პენსიების ზრდა და შეგახსენებთ რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში 60 წლის ზემოთ იქნება 500 ლარამდე უკვე პენსია და თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელს ქვემოთ პენსია. ასევე მინდა ვთქვა რომ საჯარო მოხელეებს ყველას გაიზრდება ხელფასი 24 წელსაც 10%-იანი ზრდა არის ჩადებული და მინდა შეგახსენოთ რომ ბოლო 3 წელიწადში 30% გაიზრდა ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი და მათ შორის პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-იანი ზრდა გვაქვს 3 წელიწადში. ასევე უნდა აღვნიშნო რომ 400 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომავალ წელს. მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებით საჭიროებები. ჩვენს მეგობრებთანაც ჰქონდა ამის თაობაზე საუბარი პარლამენტში. საინტერესო მოსწრებებიც გაგვიზიარეს, ბევრი რეკომენდაციები და რჩევებიც გავიზიარეთ და გავითვალისწინეთ. ჩვენ ახლა მუშაობდით მოკლედ ეს პერიოდი და დამატებით რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი, გავანალიზეთ საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა რომ ესე იგი 24 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონ ლარი შემოსავლის მიღება საბანკო საფინანსო სექტორიდან. მომდევნო წელს ვითვალისწინეთ რომ მათ მოგებას და აქვე მინდა ვთქვა რომ ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ კიდევ დამატებით რა რესურსი შეიძლება გამოინახოს. ესე იგი 300 მილიონ ლარი დამატებით მოგავს საბანკო საფინანსო სექტორიდან. გარდა ამისა, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგენთ ახალი ინიციატივა, რომელიც ახლა მინდა საზოგადოებას გავაცნო.
სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით ჩვენ ახალი ინიციატივით სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად. მე ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ესე იგი აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს, 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან, აი ამ ცვლილების შედეგად ჯამში 700 მილიონი დამატებით შემოსავალი გვექნება ჩვენ 24 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატოთ და მეორეს მხრივ ძალიან სამწუხარო ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, მე ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული აი ამ სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის უბრალოდ რომ მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა აუგზავნეთ რეკლამა და ასევე 25 წლამდე შეუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, ავტომატურად 1.5 მილიონი მოქალაქე შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ დამატებით გადასახადები, გავუზარდოთ ამ ბიზნესს და როგორც მოახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება 22 წელს ამოღებული. ჯამში, მეგობრებო, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით, როგორც მოახსენეთ, და მთლიანი ბიუჯეტი, ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. 28 მილიარდ 500 მილიონ ლარი იქნება 24 წლის ბიუჯეტი. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე დაახლოებით 8 და რაღაც თორშტები. ანუ თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. აი ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ჩვენი გუნდის მუშაობის. ეხლა რაც შეეხება ამ დამატებით 700 მილიონის განაწილებას, მინდა გითხრათ, რომ როგორც დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა თქვა, რომ თქვენი ბიუჯეტი გაზრდილი არის 1 მილიარდ 800 მილიონ ლარით, 2012 წელთან შედარებით 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. 300%-იანი 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით არის გაზრდილი განათლების ბიუჯეტი. აქაც კარგად ჩანს, როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე როგორც უკვე ჩვენ სუეფას მასალებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 24 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ახაც მინდა გავიმეორო, სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასალათა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტი. ზოგ შეიძლება გაიზარდოს 600 ლარით, ზოგ 700 ლარით და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მე მინდა ჩვენს მესწავლებლებს მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ და უსურო წარმატებები. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი мотиваცია და უდესი კომპონენტი. რაც შეეხება ჯანაცვის სამინისტროს, დამატებით გამოვუყოთ 65 მილიონ ლარს და ჯამური ბიუჯეტი იქნება 7 მილიარდ 800 მილიონ ლარი. აქაც გვაქვს ძალიან რადიკალური ცვლილება გვაქვს 2012 წელს შედარებით. 6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ჯანაცვის ბიუჯეტი. 6 მილიარდი ლარით ბოლო 11 წელიწადში. 2012-ში შესაბამისად ძალიან დაბალი იყო მაშინ თქვენი ბიუჯეტი, ბატონო ზურა, და 6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში. 325%-იანი ზრდა გვაქვს. ეხლა რაც შეეხება პროექტებს და ახალ ინიციატივებს, რომელიც მინდა რომ გავასწავლო საზოგადოებას, ეს თანხები მოკლედ გადავანაწილეთ შემდეგნაირად და მინდა ახალი ინიციატივები ვაცნობო საზოგადოებას. გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს პენსიონერები, რომლებიც ასე ვთქვათ დამოკიდებულნი არიან ქრონიკულ დაავადებებით და სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში პენსიონერებს ექნებათ უფასოდ მედიკამენტები. ეს არის დაახლოებით 400,000 ადამიანი, 400,000 პენსიონერი და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს გავუზრდეთ ხელფასები და 500 ლარამდე უკვე აიწია პენსია, იყო 110 ლარი 2012 წელს და გახდა 500 ლარამდე. ქრონიკულ დაავადების მქონე პენსიონერები მიიღებენ უფასოდ მედიკამენტებს 24 წელს. და ამ ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. რაც შეეხება
ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიურ პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მიერ გატარებული საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიების შედეგად ჯამურად 300-400 მილიონ ლარამდე დაეზოგება ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები. 300-400 მილიონ ლარამდე 24 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მედიკამენტები გაიაფთა, წარმომავლიანი იწურებები განახორციელა სამინისტრომ და რა თქმა უნდა ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სამსახურები ან ძალოვნების თანამშრომლები მოკლედ მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით რომ ჩაკეტილი იყო დღემდე 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და გაიზრდება 1000 ლარამდე. ეს პენსია ასევე საშუალოდ 20% გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა და ეს გვინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო ჩვენი მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალოვანი წყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული, ასე ვთქვათ, პენსია, რომელიც კიდევ ეტაპობრივად ყოველ წელს გვინდა რომ იმის დამიხვით რაც შემოსავლები იქნება გაიზარდოს. ასევე გვინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მადლიერება გამოხატოთ სამსახური მოვალეობის შესრულების და დაღუპულთა ან მიიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ მათი კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. 2012-ში იყო 0 ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ამ ადამიანებს და ჩვენ 1200 ლარს დაუნიშნავთ მოკლედ ყოველთვიურ კომპენსაციას ამ ოჯახებს და კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს. ასევე ჩვენ მოვიცავთ თითქმის ყველა ჯგუფი გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. საკმაოდ მცირე თანხები იყო და ესეც ზოგჯერ გავა 4 მაგეთ, გავა 5 მაგეთ რიგ შემთხვევაში. ასევე მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველყოფთ უსახკარო მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით ჩვენ შევიცავთ რეგიონში არსებული სიტუაცია, 3 შვილი და მეტი ვისაც ყავს უსახკარო და ან გაუსაზრდელ პირობებში ასე ვთქვათ მაცხოვრებლებს შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-მდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000-მდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება 2 წლიანი პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენ გაიცად დავიწყეთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონ ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონ ლარი დაიხარჯება 24 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონ ლარი 25 წელს. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არც ერთი არ უნდა იყოს მიტოვებული. შემდეგი საკითხი, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოიყება 150 მილიონ ლარი და ჯამში 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელსთან შედარებით გაზრდილი არის 326 მილიონ ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ანაკლის სპორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონ ლარი, 50 მილიონ ლარი იქნება 22 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოუყავით, 70 მილიონ ლარი. ანუ ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე. ასეთი გეგმის მიხედვით. ჩვენ ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება დეკემბერ-იანვარში მაქსიმუმ, გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლის სპორტის მშენებლობას 24 წლის მარტი-აპრილში. დაახლოებით ეს გეგმა გვაქვს. ხოსელევან. შემდეგი საკითხი, დამატებით 70 მილიონ ლარის გამოყოფა არის განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, მათ შორის კვლევის დასრულება და ასე შემდეგ. შემდეგი საკითხი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოეყოფა კიდევ 50 მილიონ ლარი, მაგრამ ჯამურად ბიუჯეტი იქნება 3 მილიარდ 400 მილიონ ლარი და შედარებით მინდა თქვა, რომ 2012 წელს ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 700 მილიონ ლარით. 419% არის გაზრდილი ბატონი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი. 2012 წელს იყო 2 მილიარდ 700 მილიონ ლარით ნაკლები. რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი
ზრდა არის და ეს ყველაფერი ჩანს, ხედავთ რომ ყველგან მთელ ქვეყნის მასშტაბით არის მშენებლობა გაჩაღებული, იქნება გზები, ხიდები, ავტობანები თუ მაგისტრალები და ასე შემდეგ და ყველა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლება, კურორტების ასე ვთქვათ განახლება და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი 24 წელს. 10 ქალაქში ჩვენ დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, 10 ტურისტული ქალაქი გამოყავით, ბორჯომი, ყაზბეგი, მესტია, ბათუმი და შემდეგ ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება 24 წელს. ასევე დასრულდება მთავარი მაგისტრალი რიკუთის უღელტეხილზე და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მიმართულებითაც. თბილისსა და რეგიონებში რაც ხო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხებს დამატებით 110 მილიონი ლარი გამოიყოფა და რეგიონებისთვის ჩვენ ახლა ჯამში გვაქვს გათვალისწინებული 450 მილიონი ლარი, მაგრამ ნახოთ შეიძლება კიდევ დავამატოთ 500 მილიონი ლარამდე ვფიქრობთ დამატებით გაზდას, მაგრამ ეტაპზე 450 მილიონი ლარი არის მიემართება რეგიონებში, რომელიც გადანაწილდება მუნიციპალიტეტებზე და ისინი დაიწყებენ საინტერესო პროექტების განხორციელებას. ზრდა არის გათვალისწინებული თბილისშიც. თბილისის ბიუჯეტი მინდა შედარებისთვის გითხრათ 2012 წელს იყო საკმაოდ დაბალი ბიუჯეტი. დღეს 20 წელს თბილისის თვლიანი ბიუჯეტი იქნება 1,875 მილიონი ლარი და შედარებით ვიტყვით რომ ეს არის 1,190 მილიონამდე ზრდა, ანუ 173%-იანი ზრდა არის თბილისის შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან ეფექტური მატებაა. რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, იცით რომ თითქმის 200 მილიონზე მეტი გაიზარდა ჯამურად შინაგან სამინისტროს თავდაცვას უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყობთ თავდაცვას 10 მილიონს, 50 მილიონს შინაგანს მივცემთ, საიდანაც 20 მილიონი ლარი მოხმარდება სახანძრო სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რომ ასევე სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივ დაიწყება მოწოდება 24 წელს. სპორტის მიმართულებით გვაქვს დამატებით გამოვუყობთ 20 მილიონი ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მილიონი ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საიქიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის. და ბოლოს ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო, დამატებით 25 მილიონი ლარს გამოვუყობთ საარჩევნო კომისიას და ჯამში ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი ეს არის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ ვარიანტს, მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით ერთი თვე, ვიმუშავეთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავეთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ 20 წელს გვექნება ძალიან ძლიერი გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მთავრობის ადმინისტრაციიდან მოვისმინეთ